Capitano. Arcasos. Deda. Deda გაძინებდა მასე? ვისაც თქვენი 4 ფეხა მეგობრები გამოყავთ გარეთ, მაგრამ სხვის ტერიტორიაზე მიყავთ, რადგან მიწაა და აქექინებთ და მე აი ამ მდგომარეობაშია ყველაფერი. ხალხო, რა ვიცი, რა გითხრათ, აბა, ანუ არ გწვენიათ. ხან ის არის გადაქექილი, ამოთხრილი, ხან ეს არის, ანუ შეგნება ხალხს აღარ გააჩნია რა, სულ გააფრინეს, ანუ რატო უნდა აქექინო და აფუჭებინო რა, იმიტომ რომ შენი რაღაცა ის დაიკმაყოფილო, რომ ვიძაღლი გაასეირდე? ანუ მაგარი ტიპი ხარ? დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. რაღაცა ძალიან ზაფხულის ვიდზე გამოვიყურები, ზაფხული არა. უფრო რაცა საგაზაფხულოდ გამოვიყურები. მათსია ძალიან თხელი პიჯაკი და იმედი მაქვს, რომ იმედი აღარ მაქვს პროცედურად მაგრაცივა გარეთ, მაგრამ რაღაცნაირად კიდევ ვფიქრობ, რომ იქნებ რამე შეიცვალოს მზე გამოვიდეს, მაგრამ დღეს მორიგი ვარ, ძალიან გვიან მოვალ და რა ის მზე ხალხო 8 საათის რა უნდა? ნუ კარგაცივა, ფეხით ვაპირებდი მეტრომდე ჩარბენას, მაგრამ ანუ ცივა ბეთნიერით ხალხო ყველას. მარშრუტკაც მოვა. ჩავცუქცუქდები დღეს მარიკო რჩება ბებოსთან, ხო და ჩვენ წავიდეთ სამსახურში. წავით მომენატრა. გავიხედოთ აბა. რა ვერ მოვიდა გაფიცებთ. მოკლედ დედაჩები როგორც შეუძლია მთელი ძალით მესაუბრებებას დაკავშირებით, რომ ისედაც ესაა რა ქვია, მოქნილი და ელასტიური და თუ მოვინდომე ისედაც კარგად დავიკლებ, ოღონდ ბარიატრი არ გავიკეთო და ფაქტობრივად ანგელოზის სულიერი დავარ ისე გამოვიყურები. ხო და მაინც რას ნიშნავს დედა ეშინია სიმართლე გითხრათ ძალიან დედას რაღაცა რიგი გართულებების, ხო იცით მე რეჩენს ხოლმე თავს ის გართულებები, რაც ისედაც ცოტა გაწუხებს და ამის ეშინია და ამის მეც მეშინია. ხო და მოკლედ მორახრახებს ჩემი ჯიპი. ჩემი ქმარი მხედავდეს, რა ქვია, ფაქტობრივად ბრეტელებით ვარ წამოსული, ისეთი თხელი 60 მაცვია ჭკუითა დაიწეროდა და ახლა უკვე ხმა რაღაცა ვატყობ, რომ წართმეულივით მაქვს და არ ვიცი. ესე იგი გუშინ რანაირად მოხდა ვერ გავიგე და 2 ფრჩხილი მოვიტეხე და იძულებული გავხდი ძირში დამეჭრა ყველა, იმიტომ რომ ძალიან მომწყდა. გუშინ საღამოს მქონდა იდეალური საღამო. სამწუხაროდ ვერ გადავიღე. ღომი გააკეთა დედამ. კარგი სოკო გქონდა. ხახუში ბულგარუში ჩაშუშული. კარგი ყველი საწებელი მოკლედ. ჩემი უღლე არ მიირთმევს. არ უყვარს. მაგრამ ღომს არ უყვარს. მაგრამ ჩვენ ვგიჟდებით სახლში და ძალიან მიყვარს ასევე აფაზე გაცხელებული. ხალხო ამას შეხე. აის ჩამოინგრა. ანუ აქ სულ რაღაც ინგრევა. ხო და სულ ვეკითხები. აი ეგოში ღომი არ გიყვარდეს ბიჭებს, თვაი გიჟდები და მე მეუბნება. შეხაში გიყვარს? ხო და მე ხაში მეზიცხება, უბრალოდ კი არ აი რომ არ მიყვარს არა, მეზიცხება იმ დონემდე რომ სახლში ფეის კონტროლი მაქვს ხაშზე. ისეთ
ალერგიას მაძლევს ის სუნი და მოკლედ. აი არ ვიცი რა დონემდე შეიძლება ადამიანს რაღაც საკვები ეზიზღებოდეს და აი ხوارდებს მაგალითად რაღაც უფრაზე და არ მიირთმევ, კაცო არ გიყვარს არ მიირთმევ და მორჩა. მე არც ვარ მივირთმევ. ეგ რაღაც სადაც მზადდება და დევს, იქ საერთოდ არ ვარ, ვერ ვიქნები. გუშინ TikTok-ზე და ერთი გოგო საუბრობდა, რომ მომელოცდა ბარიატრიას ვიკეთებ მოკლედ და ვიღაცამ დაუწერა, რომ ბარიატრიას ვარჯობიაო, რაღაც პრეპარატი მიიღოვო. სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს რა პრეპარატზე იყო საუბარი, რომელიც მოკლედ მადას აქვეითებს რა თქმა უნდა, იმდეს ვეღარ ხო ხდებით რა. ხო და მე რაღაცებს ეწერათ კომენტარებში, რომ ეგეც უნდა დაწეროთ, რომ აუცილებლად რეკომენდაცია უნდა მიიღოთო. ექიმისაგანო რა, ეხლა ყველა პრეპარატის მიღება და პირში ხო არ შეიძლება, ხო? ჩემს ავიზ ყოველთვის პირში ვიყრი და თვით კურნალობაზე ვარ გადასული. ხო და რაღაცა პრეპარატი თქვა. სიმართლე გითხრათ, იმედად მეშინია მე მსგავსი რაღაცეების. რომ ხო და ოპერაცია საგარჯობიაო. ვერ იგეჭვით. აი მე ხალხო საბურთალო ქარს მიაქვს და მე ვარ იმით წამობრძანებული, რა ქვია, ტოპით, მიშველეთ. დრო მიგახვედროთ რა ქარია. რა დღეში. რავი, ახლა ღმერთი თუ გადამარჩეს გაცილების განთხოვე. არ ვიცი. წავედი მარიკოს რაღაც შოკოლადში ვპირდი, რომელიც უყვარს და უნდა ვყიდო. აქედან გავლისას მაქვს რამდენიმე წუთი თორე. იქიდან ხამე მე სად ვიარო. აქ რიგები დგას. ლარი და 75-ის ნაცვლად იყო ლარი და 29. ხო და ბარემ გამოვაყოლეთ. აი მე ხალხო ისე მაქვს უკვე გათავისებელო დედა სახლშია და ეს შინაგანი სიმშვიდე მაქვს და ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ვიცი რომ რავი რამდენი კვირაში უკვე უნდა წავიდეს. ემიგრანტის შვილებო, ოჯახის წევრებო, როგორ ვძლებთ დართულია, როგორ უმკლავდებით ამ განცდებს. მე ვერ ვუმკლავდები. გაგოებოდა და ჩემო მასწავლა ვარჯიში, რომელიც შარტე შეუკავებლობას შველის და ხო ეს არ არის რომ ერთ დღეში მოგვარდეს, ორ დღეში მოგვარდეს, ამას გარკვეული დრო სჭირდება. მოკლედ ვისაც ეს პრობლემა აქვს, როდესაც აპირფარეში შებრძანდებით, ნუ ისეთ თემაზე ვსაუბრობ, მაგრამ ნუ როდესაც შებრძანდებით, პირდაპირ მოშარდვა არ არის რეკომენდირებული. ძალიან ცოტა უნდა მოშარდოთ, შეიკავოთ, რომ ეს კუნთები გააქტიურდეს. ძალიან კარგია, ძალიან შველის, მაგრამ ცოტა ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. მაგრამ ერთ-ერთი ეფექტური გზა შარდის შეუკავებლობის გახლავთ ეს. ხო და ვისაც ეს პრობლემა აქვს, შეგიძლიათ ივარჯიშოთ. ეს ხლამი კიდევ ვერ გააკეთეს. არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო გახლავთ აქ. ეს კი ჩვენი კუსკუსა ბაღი. ჰაი. როբეთ შეიძლება ხმებ გიშდ. მოკლედ ჯეჯილი დავთესე. არა მოვიდა. ჩაპა. ნახეთ რა ლამაზია სახალხო. გიშდები ეს მარჩ ხვართები რო არ იყოს. უკეთესი იქნებოდა. მოდი რა ლამაზია ხალხო. იქ რო გაჩვენეთ 70%-იანი გაზაკლება აგოგონებო, თუმცა ეს საკმაოდ ძვირიანი მაღაზიაში საბავშვად ვერ გეტყვით. ეს 70%-იანი ის გვაწყობს თუ არ გვაწყობს.
სამედიცინოს მეტროდან ამბრძანდებით თუ არა. პირდაპირ. კი აწერია რაღაცებს ფასაკლებები გოგოებო, მაგრამ რა ვიცი, სადაც შევედი. იაიცი. ცოტა უხერხულად ძვირი მეჩვენე რაღაცეები. თუმცა ეს ჩვენი ეკონომიკის სეგმენტზე არ არის გათვლილი, რა თქმა უნდა. ჩვენ უფრო მივაწყეთ იმას, რა ქვია, სხვა ხას. თუმცა თუ ძალიან მოგინაღავს კონკრეტული ნამდვილად არ არის პრობლემა. ადამიანმა გადადო და იყიდო. და რაღაც არის ხოლმე, რომ აი მირჩევნია ფეხსაცმელი მაგალითად მირჩევნია, რომ საკმაოდ ძვირი გადავიხადო რა. თუ კი ძალიან მჭირდება და მინდა აუცილებლად შეიძლება რაღაცა საყოველდღიუროში არ გადავიხადო ბევრი, მაგრამ ფეხსაცმელი ესეთი რამეა, რომ 15-ში თქვენი მონა მორჩილი მიბრძანდება ახალციხეში. არის ჩემი ნათის მეუღლის დაბადების დღე და ასევე მათი ქორწინების იუბილე. ძალიან ხარია. ახლა და ჩემი დოდონას აუდიტორიაც იქნება თურმე მიდის აქტიურად მიყურებს. მართალია ვაპირებდი დიეტის დაწყებას, რომ ცოტა შევიფერთხო 15-მდე თქო, მაგრამ მე მგონი ჭამას მოგუმატე. ამიტომ არ ამგონია. დიდად შეფერთხილ რეჟიმში ვიყო, მაგრამ ერთი კარგი რაც მაქვს და ერთი არა, ორი გამოდის. და ჩემაც მითხრა და არაერთი ადამიანი მეუბნება, ელასტიური ხარო და რაღაცნაირად ეს შენი ზედმეტი კილოგრამები რაც გაწუხებს, თითქოს არ გემჩნევა ის სადღაც რომ ხარ რესტორანში არ გემჩნევა, ანუ არ გიშლის ვებრე ხელსო რა. რაღაცა რაც გაციო, თითქოს იხდესავითო და რა ვიცი. არ ვიცი რა ჩავიცო ამ ჯერ ერთად ავარჩიოთ. გონზია რო არ როდის უნდა ვიყიდო. რაღაცა უნდა მოვიფიქრო მოკლედ. ცოტა ცუდ დროს ემთხვევა იმ ხრივ აღდგომა და მე ეგრევე ახალციხეები მევა. რაც არ მომწონს ეგ ამბავი, მაგრამ და ასევე განწყობა მაქვს ხოლმე, ანუ აი განწყობას ვიქმნი ხოლმე ისეთ, რომელიც არის ძალიან გადამდები, ძალიან პოზიტიური ვარ ხოლმე და რაღაცები მე ალბათ ფარავს. წინასწარვეთ ვემზადები იმისათვის, რომ უი ადრე რა კარგად იყავი დაკლებული და ახლა ამისათვის ვემზადები და ვიცი ეგ ამბებიც იქნება. ხო და შევხვდეთ ყველაფერს მხიარულად. ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს ასია და ვიდეთ რა კაი განათება იყო უცებ. რაში ვიზამთ. ხო და არ ვიცი გოგოებო რა ჩავიცე, კაბა გამოვრიცხე, იმიტომ რომ მუცლის ზონა მაგ დიდი ეს გვერდი ისის და არა. კომფორტული ჩემთვის არ იქნება ეგ ამბავი. ვფიქრობ, რომ უნდა ვიყიდო რამე ზედა. სხვათა შორის ბოლო პერიოდში გოგოებო ვიყიდე 2 ზედა, რომელშიც საკმაოდ ძვირი მაქვს გადახდილი. ხო და ერთი დედა შემა დამიწუნა იმ ხრივ, რომ რაღაცა ვაქო, კლავთან არ მომწონსო, დგომაო რაღაცა მოკლედ. ამ დროს ულამაზესია ნამდვილად. ანუ ლამაზი არ უბრალოდ მე თვითონ ვერ მოვიხდიდეო. რასაც მეც ვერ ჩავიცვა. არა და აი მართლა კლავიძე ზემოდან ძალიან ლამაზია. და ვერ ჩავიცვა მოკლედ. იმიტომ რომ ქვედა ნაწილი აღარ მომწონს, ხა მაგის გადაკეთება 1.25 ლარი კიდე დამიჯდება და მეჩვენი ახალი ვიყიდო რა. თან გადავწყვიტე გოგოებო რომ შავი არ ვიყიდო. იმიტომ რომ რაღაცა მინდა რომ ვანათებდე. ცოტა ისეთი ფერი იყოს რა, მხიარული. ხო და რამ დამაჭრევინა გოგოებო, დამავიწყდა უცებ 15-ში წასასვლელი ვარ, ნუნს დაბლა მაქვს ფშხილი დაჭრილი.
ეს ხო შანსი არა, თქო მეტაფერო ისე გაიზარდოს, რომ მომეწონოს, წასმული და ლამაზი იყოს. გამოდის კუტი და თითებით მივდივარ. ეგ საკითხიც უკვე პრობლემაა. მაგრამ რა ვქნა, მე ხო სულ ასე ვარ. ძალიან მნიშვნელოვან ამ დღეებში რაღაცა საშინელება უნდა ჩავიდინო. ხო, თმის საშინელებაზე გამახსენდა, არ ვიცი თუ ჩამწერენ 15 ცოტა ისეთი დღეა. ძალიან ისეთ სადღესასწაულო იქნება თუ არა ადგილი სალონებში, ეგეც არ ვიცი. ამიტომ ხვალე კი არა, დღეს უნდა დაუკავშირდე ჩემს დედაშოს, რომ რამენაირად ჩამწეროს. მაგრამ პრობლემა ის არის, არ ვიცი რომელ საათზე მივდივარ, არ ვიცი რომელ საათზე ჩავალ, მოკლედ არ ვიცი ეგ დეტალები და ეგრეც ვერ ვაჯავშნინებ და ესე მაიმუნივით ხო არ ვიქნებით, რავი რა ვქნა, არ ვიცი. სახვევიც მაგ გასასწორებელს და ყველაფერიც, მაგრამ გასწორება არა, ანუ ცოტა დახვევა მინდა და რაღაცნაირად ვიყენებ ხოლმე მასე, მაგრამ ჩემით აუდიტით რომ დამჭირდება და ძალიან დავიღლები და მერჩივნა რომ სალონში გამეკეთებინა რა. ვიქნებ ადგილი იყოს და არაფერს განსაკუთრებულს არ ვიკეთებ, კაცო, უბრალოდ ფორმას მისცემენ რა. ისე როგორც ვიკეთებ ხო. რომ მოკლედ მაგრამ რაღაც ექსპერიმენტებს თავსაბურავი მინდოდა ძალიან დაწუნული. ხო და არ ვიცი. რო ვერ მოვიხდინო ხალხო 70 ლარი იღებს და მოვედით. ჰაი ხალხო, როგორც თეთონა გეტყოდათ. დილამ შვიდობის გაგვიმარჯოს ყავის მოყვარულებს. აი, მე რა გადაზეზილი სახე მაქვს. მიხოთ იმისა, რომ დილით ვიბანავე, აქ 7-ის უკოლია 20 რაღაც 15 დაახლოებით ეგ დროა. ავსკუპდი დილით, სირბილით ვიბანავე, თმა შევიშრე და ყველაზე ნეტარი წუთები დამეწყო. ყავის 10 წუთიანი 7-ად დალევის რიტუალი. ხო, ესე რაღაცა დედა რამდენი წავის მიშველეთ. რაღაცა რიტუალივით მაქვს ჩემთვის, ესე გამოვიყავი დრო 10 წუთი დაახლოებით, მეტი ვერა თქმა უნდა, 10, 12 თან ვიკეთებ მაკიაჟს, თან ვსქროლ ხოლმე და თან ყავას მივირთმევ რაღაცა, აი ასე ჩავატიე მოკლედ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საკუთარი თავისთვის მივხვდი, რომ დრო საერთოდ აღარ დამრჩა და ვაიმე დედა რამდენი მისვა. ვაიმე მიშველეთ. ხო, ну რა თქმა უნდა, მე კიდე წავიშორე და ისე წავედი როგორც საჭირო იყო, მაგრამ აქ როგორც ხედავთ, ну საოცრება. ხო და მე თავ ვფიქრობდი, ვაიმე მეთქი ახლა არ იყოს მაღლა სართულის კარი ჩაკეტილი. მამა დღა დილით ყო გავაღვიძებდი თავის. არა და თმები უქოდა სასწაულ ფორმაში და ну საბოლოო ჯამში დამხვდა ღია, იმიტომ რომ მამაც ადრე ადგა, რომ მოვედი ფაქტობრივად უკვე ემზადებოდა ყავის დასალევად და ჩემს მერე იღებს ხოლმე მამა შხაპს სამსახურში წასასვლელად, როგორც წესი, ასე გვაქვს აწყობილი ხშირ შემთხვევაში. ასე გვაქვს ხოლმე გადანაწილებული და სანამ ჩემი დაბლა სააბაზანო არ იქნება, მანამდე ასე ვიქნებით. ну, კაი ხანი არ გვექნება, მაგრამ პრინციპში აქაც კარგად ვარ გრძნობ თავს. უბრალოდ აი ეს კიბებზე ამოსვლა მეზარება ხოლმე რა. ამ დროს განარა კიბია, მაგრამ მეზარება. დავიტანე რომიანა, რომელიც 90 წელია მაქვს და ვერაფრით ვერ დასრულდა, მაგრამ ძალიან მიყვარს. ეს თმები მოკლედ არ ვიცი, გოგო მგონი გაიზარდა და ვერაფრით ვეღარ ვიყენებ და შეჭრის დროა და ვერც ვხვდები რომ შეჭრის დროა, აშკარა ძალიან გაიზარდა, თმები აღარ მიდგება ისე როგორც მე მინდა და არ ვიცი, მოკლედ ვერაფრით ვერ დავაყენე ისე როგორც მე მინდოდა. მე სხვათა შორის გავისწორ და გასწორებული წავედი, ოღონდ ისე არ გასწორდა როგორც მე მინდოდა და მოკლედ ძალიან რაღაც ამ ბოლო დროს გადაზეზილი ვარ, როგორც დოდონა იტყოდა.
ხო და მოკლედ ესეთი ამბები დილა იყო, ხო რადგან მარიკოს სახლში დავტოვე, მეც მშვიდად ვემზადებოდი და ადრეთ კი მომიწია ადგომა. ხო, ეს ვიდეო დავდე, რომელიც ეძღვნება იმ ადამიანებს, ვინც სხვის ბიზნესებს აკნინებს. პირველივე ვიდეოა. ხო და მოკლედ ძალიან მიხარია, რომ სხვა პლატფორმებზეც მიდევს არიან საღად მოაზროვნე ადამიანები და დიახ არ მომწონს როცა სხვას აკნინებენ. ასევე ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ კომენტარი დაეწერა, რომ ჩემი საყურეები გაქვთ და მოგწონთ ხარისხი, რომ ყველა დეტალზეა ნამუშევარი, მოკლედ უღრმესი მადლობა. ხო, ნუ აქ მიხვდით ალბათ რატო ვერ საუბრობ. ყველას ეძინა. მოტეხილი ჭიქა ღმერთო. როდის გადავაგდებ? ბაი. რობას შევყევი. ხო და დავაკვირდი სადაც უკვე 13 წუთია და რაც ველოდებოდი და რა ვჭორაობდი არდეს არ ვიცი. აი რა ქარი, ანუ ვის უბედავთ ასეთ ქარს. მაგრამ არც ივახარ რო გითხათ რომ არიქა გავიყინე და კისრის მალები მომეყინა. არ არის, მაგრამ ანუ ცივა. ვიდეოს გადაღება გავაგრძელოთ ცოტა ხანში, იმიტომ რომ თავარია მეტროში ჩავიდე. სამურთალოზე ისეთი ქარია, რომ თუ არ გამოვჩდი დღეს მომიკითხეთ, ეს კი ქარმა წავიღო. მიუხედავად ჩემი კილოგრამებისა, ქარი მაქარავებს აკეთებს. დავიჯერო დავიკელი? არ ვიცი. ჰე, ახლა გამატარეთ. ჩაფეთვიდი აღარ აითო. ბიჭო, აითე. ჩემი მარიკოს საყვარელი სპარი. ძალიან მოწონს ბაჩესო და შოპინგი ჩემთვის. სამწუხაროდ ფეხსაცმელი გავხაზე, სად არ ვიცი და ძალიან ვინც იცით ეს გახაზვერითი დავფარო. მეც მითხარით. იმიტომ რომ ემჩნევა. სამწუხაროდ. ძალიან ემჩნევა. ეგ იმის ბრალია, რომ ფეხებს ვაბლაყუნებ. თან ძალიან. ჩემემა საწოლი ყიდეს. ორსაწოლიანი. ორსართულიანი ბოდიში. და დაიდგა ჩემს ყოფილ ოთახში, რომელშიც დაწვება ხოლმე ცოტა მერე მარიკო, ახლა თუ შეიძლება წამოგვრდეს. ჩემი ანიტა რო ჩამოვა თუ ედომება ანიტა, თუ სტუმარი მოვა, ასევე სტუმარი. ხო და მოკლედ ძალიან კარგი რა მოიფიქრა დედაჩემა, რადგან ოთახი გახლავთ პატარა. და აი ორსაწოლიანი არ დაიდგმებოდა და ასე შემდეგ. ამიტომ ვფიქრობ იდეალური ამბავი იყო, ახლა ყავს ხელოსნები. აწყობი. არ არის ცუდი. ქათმის ჭხირებია. ქათმის ჭხირების მირთმევა დავიწყე. ალბათ ბოლო წელია. არასოდეს არ მომწონდა, არასოდეს არ მივირთმევდი. ახლა რატომ მივირთმევ? ანუ რა არის ადამიანი? რატო შემეცვალა? მართლა ვერ ხვდები. საკმაოდ ბევრი საქმეა. ხო. პროდუქტები ხვალ უნდა მომიტანო ნაწილი. ბევრს ვაკეთებ, მაგრამ მაინც რო გადავიღლები, ვიცი. გოგოებ. გავუძლოთ. მე თუ მკითხავ სხვანაირად, მინდომებოდა. მაგრამ წავედი ნახვეეთი. რა ქნეს და როგორია საწოლი ამას შემდეგ ურეკში.